ვისთავად განსხვავებით იმ განცხადებებისა, რომელსაც ხალბატონი ზურაბიშვილი აკეთებდა თუნდაც შარშან დღეისორს, შეიძლება მიიჩნეოდეს წინ გადადგმულ ნაბიჯებად, მისი განცხადებები მაქვს მხედველობაში, მნიშვნელობა არ აქვს რომელ კონტინენტზე და რომელ ქვეყანაში კეთდება მსგავსი განცხადება, ეხა 21 საუკუნეა, ეხა თავისუფლების მოედანზე გაკეთება თუ საფრანგეთში, თუ ბრიუსელში განცხადება ვფიქრობ, მას სწორი ექო აქვს ყველგან. უბრალოდ სხვა საკითხია, რამდენ მოყვება ამას შედეგი. მე და ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი ყოველთვის იყო და არის, ჩემიც, მათ შორის, რა თქმა უნდა, აი უკანასკნელ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომ ერთი ეს განცხადებები ეკეთებინა მანამდე და მეორე ამავე დროს შედეგიც მოყოლოდა, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, ისიც არ მოვიწყდება, რომ ხალბატონი ზურაბიშვილის ვალდებულება არ არის დაუბრუნოს თავისუფლება ამა თუ იმ მართლაც უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს. ამ შემთხვევაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტზეა საუბარი და ნიკა გვარამიაზე და სხვებზეც, ხომ არიან განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილიზე და ნიკა გვარამიაზე. ბოლოდინი გაქვთ, მაგრამ არ ეკუთვნით იმ პოლიტიკოსთა რიცხვს, რომლებიც ლამის, ეს ვთქვათ, ძალადობენ, ვერ ვიტყვი ხა როგორ უნდა იძალოდო, მაგრამ აი სიტყვებით ამბობენ, რომ თუ ის ამას არ გააკეთებს, ის უბრალოდ დამნაშავე იქნება მათ პატიმრობაზე და ასეთი ხომ მოგისმენიათ, რომ ყოველი დღე არის მის ანგარიში. ვთქვი იყო პრაგმატული და რაციონალური. ერთი მხრივ ვიცი, რომ ხალბატონი ზურაბიშვილის ხელთ არის ეს ბერკეტი და ეს არის მისი უფლება, დაუბრუნოს თავისუფლება თუ არა და არა ვალდებულება. და 24 საათის განმავლობაში თუ ლანძღავ მე მას, კი ბატონო, თუ ეს საქმე წაადგებოდა, არც ამაში შეიძლება ბევრ ჩამორჩენილიყავი. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ შედეგზე გვინდა ორიენტირებული ვიყოთ და მინიმალური შანსი მაინც არის, რომ ხალბატონმა ზურაბიშვილმა ეს ბერკეტი აამოქმედოს, ჩვენც შესაბამისად უნდა პოზიციონირებდეთ. უბრალოდ ყურს ჭრის, ჩემს ყურსაც ჭრის. როდესაც ერთის მხრივ მოელი მისგან თუნდაც სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმას, ვიღაცა შეიძლება თვლიდეს უბრალოდ ამას მის ვალდებულებად, ვიღაცა შეიძლება თვლიდეს, რომ ფართო ჟესტი უნდა გაუკეთოს საერთაშორისო საზოგადოებას ხალბატონმა ზურაბიშვილმა. საბოლოო ჯამში ეს არის მისი დისკრეციული უფლება, ისეთივე დისკრეციული უფლება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე გამოიყენა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ეს არის გირგვლიანის საქმესთან ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს იყო მისი კონსტიტუციური უფლება, ეს იყო მისი დისკრეციული უფლება. იგი თავად წყვეტდა ამას და ამისათვის გასამართლება ასეთ დროს ყოველთვის გავიხსენოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც შეწყალებაც იყო საერთო კონტექსტში ნახსენები, როგორ მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო, პრეზიდენტი ყველანი იყვნენ ჩართული ამ საქმის, ეს ვთქვათ, ყველა რგოლი მონაწილეობდა ამ საქმის ისე წარმართებაში. მე ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავად მიხეილ სააკაშვილს ვფიქრობ, არა ზუსტად მახსოვს და ვიცი ბევრჯერ უსაუბრია და სინანულითაც უსაუბრია და არ მგონია თუ რამით არ ამაყობს ამ კონკრეტული ძალიან მძიმე დანაშაულით ეს თავად მან ახსენა და მიუხედავად ამისა, მისი დისკრეციული უფლება იყო დიანა ამის ახსნა მინდოდა და ხალბატონი ზურაბიშვილის კრიტიკაც გასაგებია საზოგადოების მხრიდან, რომლებიც ელოდებიან ნიკა, რომ ელოდებით, რომ მაგალითად გვარამიას თაობაზე ელოდებით მისი შეწყალების. არა, მაგალითად მე ვერ ვიფიქრებდი ორი თვის წინ, რომ დღეს ხალბატონი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გააკეთებდა იმ ტიპის განცხადებას, რომელიც გააკეთა. ხო, სამაჯურს ეს უკვე წინ წაწეული არის საქმეში, ნაბიჯი ერთი, მე ესე ვფიქრობ. ერთი თვის წინ ძნელად წარმომედგინა, რომ იტყოდა დიახაც, რა თქმა უნდა, ხა არათუ სამაჯური, არამედ არ იმსახურებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ისევე როგორც არ იმსახურებს ეს ქვეყანა იმ დარდს და იმ ვარამს, რომელშიც მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში აღმოჩნდით და მთელი რიგი, ასე ვთქვათ, ინტერვიუში თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ახსენა მისი ეს ვთქვათ საქმეები და არ იმსახურებს რაღაც ამდაგვარი ამოკეთ საწინააღმდეგო თქვა, ვიდრე არის ყოველთვის აღმოჩნდებიან ჯგუფები ქვეყანაში, რომლებიც სასამართლოს გვერდის ავლითაც იქნებიან მოსურნენი დასაჯონ ესა თუ ის პოლიტიკოსი მომავალში. ასეთივე დიდი მოთხოვნა იყო და ალბათ კიდევ უფრო მეტიც ედუარდ შევარდნაძეს როგორც პრეზიდენტის
დაკავების, ხო, მაგრამ ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილს არ გადაუდგამს. და რომ გადაედგა მე მჯერა რომ ნაციონალურ მოძრაობამ აი კარგ ნაწილში რაც შეძლო იმ წლების განმავლობაში იმის ნახევარსაც ვერ შეძლებდა იმიტომ რომ ედუარდ შევარდნაძე პატიმრობაში უსამართლოდ სამართლიანად თავი დავანოთ ქვეყნის პრეზიდენტი პაშინდელიც პატიმრობაში რო აღმოჩენილიყო სულ სხვაგვარად წარიმართებოდა უფრო მძიმედ ამ ქვეყნის ბედი და მიხეილ სააკაშვილს თუ რამე არ დაუმსახურებია მიმაჩნია არ დაუმსახურებია ის რა დღეშიც ახლა ყავს ივანიშვილ შოთაძეს და არ ვიცი კიდევ ვის და ეს ყველაფერი მაღალი ალბათობი რა თქმა უნდა რუსული დაკვეთით ხორციელდება. კი ბატონო თქვენ გაქვთ როგორც ჩანს მოლოდინი, თქვენ იყავით აქციაზე, რომელიც იყო პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული, გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, გნახეთ პირადად ამ აქციაზე. ხვალ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს აქციას 2 საათზე ვივამეთთან. სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით, იქნებით თუ არა იქ? ციტრა სიმართლე გითხრათ მე რაც დაამდვილებით ვიცი ასე მახსოვს რომ კატეგორიული წინააღმდეგი და არ იყო რბილად ვთქვათ მომხრე მიხეილ სააკაშვილი თავად ნებისმიერი ტიპის აქციისა ვივამედის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ვიცი მე მიმაჩნია რომ ხვალინდელი ზოგადად ის რაც ნაციონალურ მოძრაობაში მოხდა და ხდება ამას ალბათ საზოგადოება ყველაზე უკეთ ხედავს დღითი დღე და ბევრ საუბარს არ საჭიროებს და კიდევ უფრო ნათლად დაინახავს თუ რას ემსახურებოდა ის ყველაფერი რაც მოხდა და რაც ხდება მე ვფიქრობ რომ მსგავსი ღონისძიებები და აქციები მას შემდეგ რაც დაპირების სახით თელმა ქვეყანამ შეიტყო იმ გუდის მხრიდან რომელიც დღეს მართავს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უბრალოდ შეუსაბამო არის მანამდე საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე და ამის ხელშემშლელი ვიყავი მე და საკმარისი იყო რომ პარტია ერთი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე შეცვლილიყო და 3 თვეში შედეგი დადგებოდა ეს არის ცოცხალი განცხადებები რომელიც კეთდებოდა დღეს ჩვენ ვისმენთ რომ უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის პატივსაცემად უნდა შეიკრიბონ ვივამედის ტერიტორიაზე მე ვფიქრობ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრი ადამიანისთვის მიხეილ სააკაშვილი გახდა აი ცარიელი აღნიშნელი რომელიც უბრალოდ არის ინსტრუმენტალიზაციის მსხვერპლი ერთია საუბარი არის ფორმალური შეკრებები მას შემდეგ რაც მათ ასე თქვა 4 თვის განმავლობაში გეგმის სახით წარადგინეს საზოგადოების წინაშე და მეორეა ის რასაც უკანასკნელ თვეების განმავლობაში ჩვენ ხედავთ დაგსახსული გახლეჩილი ყველა დონეზე დაპირისპირებული ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი თუ რამე არ აწყობდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას თუ რამე არ მოუხდებოდა კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის ნაცვლად ნაკლებ ასე თქვა კონსოლიდაციას აქტიურ კონსოლიდაციას საზოგადოების ჯგუფებს შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარშემო არის ის რაც მოხდა და სრულებითაც არა შემთხვევით მიხეილ სააკაშვილის გარეშე მოხდებოდა ისეთ სიტყვას შეძლოთ არა საზოგადოება გადაწყვეტს შეცვალა ამ ტიპის სრულებების ბედი საზოგადოება გადაწყვეტს მე ერთი რამ ვიცი რომ თავად მიხეილ სააკაშვილიც აი ამ პროცესმა და მისი პატიმრობა დააზიანა აქტიური სოლიდარობა მისი პატიმრობის უკანონო პატიმრობის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა ის რაც ნაციონალურ მოძრაობაში განახორციელეს ფიზიკურად ხალხი როდი კი ბატონო ხა მეტი შეიძლებოდა მეტი შეგვეძლო მაგრამ მეტი კეთდებოდა ხო უბრალოდ თვლით არის ხო თვლით არის შეიძლება ადამიანები რომლებიც არ წარმოვადგენთ მოვიდა თქვენც ამბობდით დრო და დრო რომ რაღაც კონკრეტული გეგმა გქონდათ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მე ყოველთვის დიანა საუბრობდი სიმართლეს და რის შედეგადაც ხვდებოდი და დღესაც იგივეს გავიმეორებ სამართლიანად უსამართლოდ ეს სხვა საკითხია კრიტიკის ობიექტი მე ყოველთვის მიმაჩნდა რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა დადგება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ თქვენს ეთერში და არაერთ ეთერში მუდმივად ამას საუბრობდი. ჩემი ოპონენტები საუბრობდნენ მოულოდნელად ალაპარაკდნენ სხვაგვარად. თუმცა დღეს ალბათ აკვირდებით უბრუნდებიან იმ რიტორიკას ის არის რასაც საუბრობდი, რასაც მე ვამბობდი თვეების განმავლობაში რომ მანამ სანამ რუსული ტიპის ხელისუფლება ყავს მართლისადავებთან და ტყვეობაში ყავს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შეუძლებელია
გქონდეს მოწყალების იმედი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ხო, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სააკაშვილის პატიმრობის დროს თქვენ როცა ხელმძღვანელი ყავთ, თქვენც გაგიმართავთ აქცია. რა თქმა უნდა. თქვენ შეერთები ხართ აქციას მიშას გათავისუფლების. ანუ მიგაჩნდათ რომ ამას აზრიანებთ და ფორმალურად უბრალოდ დაიფლითა წინააღმდეგობრივი მოძრაობა დაიფლითა, როდესაც მსგავსი გაუაზრებელი თუ გააზრებული ამას მომავალი გვაჩვენებს ნაბიჯები გადაიდგა, ხო? მარტო ხოლო ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრების გასაპროტესტებელი ხო არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და ჩვენ ვხედავდით, როდესაც მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ პასიური ნაციონალური მოძრაობის ამორჩევრებიც და სხვადასხვა ტიპის პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევრებიც, რომლებიც უფრო ფართო იყო ეს პროცესი, ხაბეიშვილის დროს უფრო ჩაიკეტა ნაციონალური საზოგადოებამ განსაჯოს. დიახაც, მე ასე მიმაჩნია, რომ მიმღებლობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო და უნდა ყოფილიყო გაცილებით მეტი და ამ მიმართულებით უნდა გვემუშავა. ამიტომ ჩვენ თუ რამე დავუშავეთ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილს, ხო, როგორც დამფუძნებელს და უდაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს. დავუშავეთ მაშინ, როდესაც პარტიაში მოხდა ის, რაც მოხდა. ვისი ბრალეულობით რა ბრალად ამას, ეს არის წარსული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ კონტექსტი, რა დროს მოხდა ეს. ამაზეც მისაუბრია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს დღეს რა ხდება მსოფლიოში. მე მიმაჩნია, რომ ყველა მოცემულობას თან ახლავს კონტექსტი. ზოგადად ყველაფერში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონტექსტი. და აი ამ კონტექსტში, რა კონტექსტში ვართ, როდესაც მთელი სოფლის განვითარებული ნაწილი უპრეცედენტოდ ხარს გვიჭერს საქართველოს, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რომ გავწევრიანდეთ იქ. კონტექსტია მსოფლიო, როდესაც ყველა სახელმწიფო დისტანცირდება რუსეთისგან. და ამ დროს, ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობა სულ რაღაც თითებზე ჩამოსათვალ სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ დაუახლოვდეს რუსულ პოლიტიკას და მეტიც გახდეს რუსული პოლიტიკის ნაწილი. ხო? მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის გვერდისავლით და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და მეტიც დარწმუნებული ვარ, არ გამოხატავს ქართული ოცნების აი ეს მთავრობა საკუთარი ამორჩევლის დიდი ნაწილის ნებასაც. მე მჯერა, რომ ქართული ოცნების ამორჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს 2012-2016-2020 წლებში ამ გზაზე, ამ გზის გასავლელად ქართული ოცნებისთვის ხარი არ დაუჭერიათ და ხმა არ მიუციათ, რომ ესეთი ინტენსიური მუშაობით რუსეთისკენ წაიყვანოს მთელი სახელმწიფო, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია აქ გვახსოვდეს და ეს წმენა დავიბრუნოთ, რომ მთავარი აქტორი ამ პროცესში არის საქართველოს მოსახლეობა. ის ასახავს, ის გამოხატავს და ის ახორციელებს ნებას. და ეს ასეც იქნება, უბრალოდ ამ წუთას არ გამოხატავს მთავრობა ჩვენი ქართული ხალხის ნებას. მაგრამ ეს პოზიცია ახლა უნდა აისახოს პოლიტიკაში. პოლიტიკაში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ასახვა, რომ განხორციელდეს ეს არსებული პრიორიტეტები მნიშვნელოვანი. ნახეთ, აი ამ გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით თქვენი ადგილი ახლა სად არის? მოქმედ მენეჯმენტთან დაპირისპირებაში თუ უფრო ფართოდ? სწორედ კონტექსტიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვთქვათ, ილაპარაკოთ, იყოთ, ვთქვათ, მიანიშნოთ პრობლემებზე, რომელიც აქვს მოქმედ მენეჯმენტს თუ რაღაც სხვა ტიპის პოლიტიკური ბრძოლა. სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ ის, რაც თქვენ პრინციპში წაიკითხეთ, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ვთქვი ერთ-ერთ ეთერში, ამ გადმოსახედიდან მხოლოდ მადლობელი ვარ იმ შედეგით, რა შედეგითაც დასრულდა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში. თქვენზე რომ არაა სააკაშვილის გათავისუფლება. არა, ამას არა, არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ მაშინ ახლა ყოველთვის მაბრუნებთ უკან, კი ბატონო, მე ვცდილობდი, რომ რაციონალურ აზრს გაემარჯვა იმ კამპანიაში. სამწუხაროდ ემოციამ გაიმარჯვა რაციონალურ აზრზე და შედეგად რაციონალიზმიც დაიკარგა, ემოციაც დაიკარგა და იდეაც დაიკარგა. ეს არის ძალიან გულსატკენი ნამდვილად ჩემთვის. მე მიმაჩნია, რომ ახლა ბევრად უფრო
მეტად მოტივირებული ვარ, ბევრად უფრო ენერგიულად გრძნობ თავს, ბევრად უფრო აქტიური ხდები და რომ ვიყო ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში საზოგადოებასთან. იცით, პარტიული თანამდებობა, პარტიული თანამდებობა მე წლების განმავლობაში პარტიაში მაღალი არ მეკავა, ხო, იყო პერიოდი არც მეკავა და არც მაღალი თავმჯდომარე. მე ხოლმე 2 წლის განმავლობაში ვიყავ. ეს ხელს არ მიშლიდა ყოფილიყავი ეპიცენტრში მოვლენებისა. ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები ისე როგორც განვითარდა და ახლა გრძნობ, თუ კი რამე არის მნიშვნელოვანი და რაც შეიძლება უკეთ გამოდის ძალიან ბევრზე, არის მჭიდრო ურთიერთობა საზოგადოებასთან და ზუსტად ავსახო საზოგადოების განწყობები და ემოციები. პოლიტიკური ლიდერი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომელსაც არც რაციონალურად მოგწონთ ახლა ეს პარტია მისი ხელმძღვანელობით, არც მე საუბრობ ორი სხვადასხვა რამ არის რა, პარტია და პარტიის ხელმძღვანელობა ორი სხვადასხვა რამ არის. მე როდესაც ამ პარტიას შემოვუერთდი 2013 წელს, განა ვერ ვაცნობიერებდი დიანა, რომ ბევრი პრობლემა ქონდა დაგროვებული ამ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხო? და იმასაც ვაცნობიერებდი, რომ 2012 წელს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რეაბილიტირებული თელავი, სიღნაღი, ქუთაისი და ბათუმისთვის და ასე შემდეგ მოდერნიზებული სახელმწიფოსთვის და მზარდი ეკონომიკისთვის არჩევნები არ წაუგია. იმას ვაცნობიერებდი, რომ პარტიამ წააგო გადაჭარბებული ძალმომბრეობით და აბსოლუტურად რბილად ვთქვათ არასაკმარისი კონტროლის მექანიზმით ძალოვან უწყებებზე. და ვცდილობდი, რომ ის ნაკლოვანებები, რომელიც ჰქონდა პარტიას ხელისუფლების დროს და არა მარტო მე, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ძველი გამოსწრილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ყველაზე ვერ ვიტყვი, მათ ჰქონდათ ახლებური ხედვა, რომ წარსულს ჩაგვებარებია ის შეცდომები და გავზრდილიყავით ელექტორალურად იმ გზაზე დადგომით, რომელიც გულისხმობდა პროგრესს. სამწუხაროდ დღეს ჩვენ მივიღეთ საპირისპირო მოცემულობა პარტიაში და ეს ყველაფერი მენეჯმენტის ბრალულობით ხდება. დიახაც და ამიტომ საუბრობ. ჩემთვის ახლა პარტია არ არის და არც აროდესაც იყო და არც აროდესაც იქნება იდეა, ხო? პარტია არის ინსტრუმენტი, რისიც გჯერა, რა მიზნებიც გაქვს, რა პრინციპებიც გაქვს, რა ღირებულებებიც გაქვს, ის ყველაფერი განახორციელო. და ახლა როდესაც ვხედავ, რომ რის გამოც საზოგადოებამ სამართლიანად უარი უთხრა ხელისუფლებაში დარჩენას პარტიას, აი ყველაფერი ის ბრუნდება და მეტიც მხოლოდ გრძნობ, რომ რევანშისტული განწყობით არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან და მართავენ პროცესს, ეს არის გულსატკენი ჩემთვის. რა ამპლუით და რა სტატუსით? პოლიტიკური ლიდერობა, ესეც ნიკა, ის ხალხი ხომ დრო და დრო ყველა ეპოქაში იყვნენ ამ პარტიასთან. მე რაც ამ პარტიის თავმჯდომარე, მე ამ პარტიის თავმჯდომარე რაც გავხდი, მათ მნიშვნელოვანი გავლენა არც ერთ მათგანს არ ქონდა და სწორედ ამან განაპირობა ის შედეგი რაც გამბედო. საპატიმროში შეხვედით ვანო მერაბიშვილთან, ხო? მასე როცა მისი პარტიის გენერალურ დინობაზე იყო საუბარი, როცა პირველად კი ბატონო, ხო და არა მარტო ვანო მერაბიშვილთან, ხო და ვალდებულიც ვიყავი, ხა იმიტომ რომ ოდესაც დეპუტატი გავხდი, პოლიტიკური პატიმრები მომენახულებიან. სულ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ, ხო გესეთ, ასე ვსაუბრობ. მე ვარ ძალიან ახლოს საზოგადოებასთან. მე არ მომისმინო საზოგადოებამ. აი, ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, აქტიური ამორჩეველი. საკუთარ მეზობელს, რაიონში მაცხოვრებელ ადამიანს, სოფლად, ქალაქად, აი ხვალ რომ არჩევნები იყოს. რა შემთხვევაში უფრო მეტად დაუჭერდა ნაციონალურ მოძრაობას მხარს, თუნდაც გადაუწყვეტელი ამორჩეველი, ან პასიური ხმის მქონე ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი. დღეს როდესაც სამწუხაროდ ის ასოცირდება არა, პირდაპირ იმართება ჩრდილიდან და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ეს არ არის დემოკრატიული მართვის მეთოდი და პლუს გააჩნია ვინ გმართავს, ხო? დიახაც, ამიტომაც პარტია ნაციონალური მოძრაობის ტრადიციული ამომრჩეველი გადაიქცა გადაუწყვეტელ ამომრჩევლად. ნაწილი თუ არა, კი არა და მეტი, მნიშვნელოვანი ნაწილი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორც ფენომენი დავკარგეთ და მე ამისი თქმის არ მეშინია, იმიტომ რომ ყოველთვის საუბრობდი იმას, რისიც მჯეროდა, საუბრობ და ვისაუბრებ, იმიტომ რომ ვარ ყოველდღიურად კონტაქტში, არ ეწყინება და ნიშანსაც არ უგებ დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობის არის მენეჯმენტს, ხო? გაცილებით მეტ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, სხვადასხვა ტიპის. როგორ არის შესაძლებელი ყველა ერთი და იგივე საუბრობდეს, რომ აი წლების განმავლობაში ხმასვალდებდი ნაციონალურ მოძრაობას და ხვალ რო არჩევნები იყოს
ძალიან გამიჭირდებოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ეს მარტო არჩევნების ჭრილში თუ შეიძლება დავასრულებ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს ადიკი. და აი ამაზე როდესაც საუბრობთ, ხო, მე საუბრობთ არჩევნების ჭრილში და წარმოიდგინეთ ეს კონსოლიდაცია, ხო, თუ კი რაღაცა არსებობდა, ხო, მორღვეულია, როცა საკითხი ეხება პროტესტს, ამ პროტესტის გაღვივებას. დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები ნამდვილად არ საჭიროებს პარტიულ თანამდებობას. მე და აი ეს მომდენო 3 თვე განსაკუთრებით ვიქნები ძალიან აქტიური და ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ 100 დღე ვცდილობდი, რომ არ ყოფილიყავი აქტიური და გასულიყო შესაბამისი პერიოდი, დროისა და ხელი არ შემეშალა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი მენეჯერისთვის, არც ახლა არიან ისინი ჩემი, ასე თქვა, ყურადღების ცენტრში, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მე ჩემი დასკვნა, არა, თუ მეკითხებით, პასუხობ და თუ არ მკითხავთ, დიანა, მე ამჩვევია, რომ კითხვაზე პასუხი არ გაგცეთ. ნახეთ, სოციალურ ქსელში თქვენი ქსელი ხომ იქ კითხვა პასუხი არ არის, მაგალითად, იქ კარგი თაკო ჩარკვიანი არ არის პარტიის წევრი, იქ ლევან ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერობის თემას ეხმაურებთ. დრო და დრო ეხმაურებით კითხვების მიღმაც გაქვთ. დიანა, პირდაპირ გეუბნებით რა, ის რაც დღეს ხდება ქვეყნის თავს რეგიონში, სოფლიოში თუ რამის დრო არ იყო ის რაც მოხდა პარტიაში და მიუხედავად ყველაფრისა, როგორ ჩატარდა, რა ფორმით ჩატარდა არჩევნები, თუ მაინც კიდე მეკითხებით, ხო? გამოვედი, გახსოვთ და მივულოცე. სხვა საკითხია რეალურად რას ფიქრობდი, მაგრამ ვალდებულება იყო ეს ჩემი პოლიტიკური და პასუხისგებლობა ამ პარტიის ამორჩევლების წინაშე. 11 წელიწადი ამ პარტიაში ვარ. და იმ დროს შემოვერთი პარტიას, როდესაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ლიდერები, აქტიურობას წყვეტდნენ თვიდან თვემდე. ურთულესი პერიოდი იყო და ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა ეს პარტია და სიმართლისა და ღირსებით მართვა ვუსურვე და 5 დღეში რაც გააკეთეს, იქ ჩაანგრიეს ხიდი. 5 დღეში რაც გააკეთებია არაფორმალობა ერთმა და მეორე მართლობა, ის იყო პრობლემა, თორე პარტიის თავმჯდომარე მესამე, რამე 2-3 ადამიანი, მოკლედ, პარტია არის სამწუხაროდ არ არის ღირსი იმ ყველაფრისა, რაც დღეს ხდება. ნამდვილად გეუბნებით. 5 დღეში ხომ იცით რა გააკეთეს? მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების, სასამართლო გადაწყვეტილების წინა დღეს, როდესაც მალულად შეიკრიბნენ და თავიანთი 350 კაცი შეკრიბეს. დიანა, ეს არ არის შიდა პარტიული პრობლემა. ზოგჯერ რჩება მამონტ შტაბ-ბეჭდილება, რომ როდემდე უნდა ვისაუბროთ შიდა პრობლემას, არ არის შიდა პრობლემა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის აქტიურმა ამორჩევებმა რა მოხდა. შეკრიბეს საკუთარი 330 ადამიანი. მსგავს ყრილობას ჩავატარებდი ყოველ დღე. 330 მეგობარს დავუძახებდი. თან და 330 ადამიანის მეშვეობით ყრილობაში მნიშვნელოვნად დამასრულებელი თუ შეიძლება. ეს მენეჯმენტია. არა, დავასრულებ თუ შეიძლება. მიერ არჩეული ნიკა. დავასრულებ. მოძრაობის ამორჩეველი. მერე მოხდა დიანა, მერე ნახე თქვენ არ ვსაუბრო პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე, დასრულდა ის არჩევნები. გახდა ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარე, გამოვედი, მივულოცე. 5 დღეში შეიკრიბეს 330 ადამიანი, საკუთარი თანამოაზრეები. ყრილობაზე გაიტანეს მალულად საკითხი, რომელიც იმსახურებდა რას? მინიმუმ ინფორმირებას და ორივე მხარე უნდა ყოფილიყავით იქ წარმოდგენილი. ხო, ეხა ძველ პოლიტსაბჭო, პოლიტიკურ საბჭოს არჩეულს თელმა სპორტის სასახლემ რომ ავირჩიეთ, ხო? რო აუქმებ ყრილობაზე რა არის მნიშვნელოვანი? დელეგატი შერჩევის წესია მნიშვნელოვანი და იქ შეჯიბრებითობა მიდის, ვისაც მეტი ხმა ექნება, ის ან გაიმარჯვებს, ან წააგებს. მსგავსი არაფერი არ გაკეთდა და გამოყარეს ხალხი პარტიიდან. პირდაპირ გეუბნებით, პოლიტიკური საბჭომ გადაწყვეტა, რომ თქვენ არ დადიხართ პარტიაში, გაცალკე ოფისი. დიანა, თქვენ არ ხართ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში. 5 თებერვალს რომ არ ჩაედინათ ის, რაც ჩაიდინეს, იმ პრობლემების ნახევარი არ მოხდებოდა. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ერთია და ავიღე პასუხისგებლობა, მივულოცე და მერწმუნდეთ 5 თებერვალს რომ არ გაეკეთებიათ ის, რაც გააკეთეს, ჩემი საუკეთესო და უახლოესი თანამოაზრეც კი ვერ მიესალმებოდა ჩემს კრიტიკას. 5 თებერვალს, მათ მიმართ 5 თებერვალს მათ უკიდეგანო, ასე ვთქვათ, საქციელი ჩაიდინეს. და ბუნებრივია, როდესაც შენ თორე ეს პარტია მაიტანა, პარტიის დაფუძნებელმა აიტანა. დიანა, თუ შეიძლება რა, ყოველ პარტიაზე შეგიხო არ ვისაუბრე. არ ვიცი, გამართული პოლიტსაბჭოს ხდება, ხომ ნიშნავს, რომ ეს რაც ეხლა ხდება პარტიაში არის სააკაშვილის პარტია რა არის, ცენტრალური მომისვე და კიდევ გეუბნებით, ეხლა მე მიხეილ სააკაშვილს და შეხვედრის შესაძლებლობა არ მეძლევა, ხო?
ნიშნულოვნად დაზიანებულია მეთქი საზოგადოებაში. ნიშნულოვნად ვერ წარმოვიდგენთ ისე. იმიტომ რომ როდესაც ასე იქცევი, მაშინ როდესაც ოპოზიციაში ხარ, საკუთარი ამორჩეველი ებრძოდა ამ ყველაფერს 11 წლის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილის ასე თქვათ დასამარცხებლად და ებრძვის. და დაწუნებული ვარ კიდევ ავანგარდში ვიქნები. უბრალოდ გულსატკენია ეს რაც მოხდა. და არ ამგონია რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. თორე ხა გეუბნებით ამ გადმოსახედიდან კიდევ კარგი რომ ასე დასრულდა. როგორც დასრულდა და ხედავ იმ მარტვილობას ადამიანების, რომლებიც ტყვეობაში აღმოჩნდნენ. იმიტომ რომ როდესაც შენ მოხვალ ცარიელი და შიშველი ემოციები და საკუთარ ამომრჩეველსაც მიაყენებ შეურაცხყოფას დაპირებების გაცემის კუთხით, ეს ყველაფერი ნელ-ნელა და პერიოდულობით შენ შემოგიბრუნდება და უბრუნდებათ, მაგრამ აქ თავარი რჩება ყურადღების მიღმა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ, აგერ ქვეყნის ასე და ფსევდო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩადის და ისტორიულად სამარცხვინო ისტორიულ ფურცელს წერს და საუბრობს რუსული აგრესიის ბუნების ბრალი კი არ არის ოკუპაცია რო ხდება საქართველოსი, უკრაინაზე საუბრობ ამ შემთხვევაში. ანუ ნატოს არსებობის brალი არის. ამაზე საუბრობს ფსევდო პრემიერ-მინისტრი, ხო? საუბრობს თითქოს არ იცის, რომ 200 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას არ მაინტერესებს შიდა საკითხებზე საუბარი. როგორ არ გაინტერესებს? პარამეს გეკით. ეს ხელმძღვანელობა ამ პარტიის არის ისეთი, როგორიც არის. ამ პარტიასთან ასე ცალკე ოფისიდან ამ ტიპის კრიტიკით შიგნიდან გაჯანსაღების პროცესს მიმართავთ თუ ემზადებით თქვენი ინდივიდუალური პოლიტიკური გზისთვის ეძებთ მომხრეებს, თანამოაზრეებს? ეხლა ისმევა კითხვა. კი, რა თქმა უნდა, და ეს თანამოაზრეთა რაოდენობა იზრდება და ხედავ და გძნობ, რომ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე ოპოზიციოდ განწყობილი თანამოაზრე ვარ, ხო? გითხარით, არ არის ჩემთვის პარტია იდეა, ინსტრუმენტია და თუ ხედავ, რომ ეს ინსტრუმენტი დაჟანგდა და ჯერ არის შესაძლებლობა რომ გააჯანსაღო და ამის შესაძლებლობის რეალიზაციით ვარ ახლა დაკავებული, მაგრამ აქტიურად საზოგადოებასთან ურთიერთობით ეს დიანა, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხი არის ლეგიტიმაციის წყარო და ხალხის ხარდაჭერის. რას ხედავთ, რომ თქვენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად აღიქვამენ ამ პარტიის მიღმა თქვენს თავს, თქვენს როლს, თქვენს შანსებს ხედავენ? დიანა, მე ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც არის გამარჯვების შესაძლებლობა და წარმატების მოტანის შესაძლებლობა ამ ქვეყნისთვის. ეს არის იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა, ვიქნები ნაციონალურ მოძრაობაში, რომელშიც ოფლი დამიხავს. ახლა არ არის ხალბატონო დიანა, ახლა იდეაც აღარ არის არაფერი ახლა ვერ გძნობთ რომ ძიმე მდგომარეობაა. კი გძნობ და ამით მეკითხებით ამ ახლა არის არ მინდა რომ შიგნით ახლა აი ამ გაუთავებელ იწილო-ბიწილო პროცესში დავხარჯო ჩემი ენერგია და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვიყო ძალიან აქტიურად, კამპანიურად ჩართული საზოგადოებასთან მუშაობის მხრივ. და ეს დავიწყე და არ დამანახებს გზას კი ეს დამანახებს სად არის გაუმჯობესების შესაძლებლობა და არავინ არ ვიცით სექტემბერში და ოქტომბერში რა გამოწვევის წინაშე დადგება ქვეყნის მოსახლეობა და მინდა ვიყო მზად როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი პროტესტი იქნება პროტესტისთვის მინდა ვიყო მზად შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ადეკვატური ნაბიჯების გადასადგმელად ვიყო მზად. კი ბატონო გავიგე მოკეთ გინდათ რომ აქტიურ ფორმაში იყოთ საზოგადოებასთან ახლოს იყოთ მაგრამ ამ პარტიის წევრად ჯერჯერობით რჩებით და ცხოვრება გაჩვენებთ მე ამ პარტიაში სიახლის პრეტენზიით მოვიდ პირდაპირ გეუბნები დღეს რასაც ხედავ ახლა მე ნაციონალურ მოძრაობაში აი ამ მენეჯმენტის ქვეშ ეს არის დამარცხების ფორმულა. სამწუხაროდ, რაც არ უნდა ისაუბროს ეხლა ცალკე აღებულმა ადამიანებმა, ეხლა და სიმართლე უნდა შეისმინონ და რესურსი თუ კი არსებობს გაუმჯობესების და გამოსწორების პრობლემისა, უნდა გამოასწორონ. და ზოგადადაც მართლაც მჯერა. თუ კი შენ არ ხარ დარწმუნებული, დიანა, არ ხარ დარწმუნებული, რომ ხარ იქ, სადაც სწორი პრინციპებია, სწორი ღირებულებებია, სხვა როგორ უნდა დაარწმუნო, ხომ? სხვას ვერ დაარწმუნებ. თუ კი ბრძოლის წინა ველზე გასულს, მუდმივად
უკან ყურება გიწევს, რომ ვითომ შენიანმა ზურგში დანა არ ჩაგარტყას და ბრძოლაში არასწორ ხალხთან ერთად ხარ შესული, ასე ხომ ვერ მოიპოვება ვერასოდეს გამარჯვება. ამაში ვარ დარწმუნებული, ხო? არასწორი ხალხის იყო. არა, ზოგადად ვამბობ, არის ეს პარტია არის ხალხის პარტია, რომელიც იცვლებოდა მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული და მე ხავ საუბრობ მენეჯმენტზე, ხო დიანა? მენეჯმენტზე საუბრობ, მათთან ერთად ერთობაში, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე ამ წუთას ყოფნა და ამის წარმოდგენა უბრალოდ მიმძიმს. ბევრი მიზეზის გამო. ნაციონალურ მოძრაობა შენი დაკვირვებით იქნება უფრო ცუდად წარმოდგენილი არჩევნებზე ვიდრე ეს იყო შენ. მე ყველას იმიტომ რომ რახან ამბობ რომ გადაუწყვეტელი ამორჩეველისთვის შენ უფრო იყავი. არა გადაუწყვეტელი დიანა, გადაწყვეტილი ამორჩეველი, გადაწყვეტილი ტრადიციული ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი. ტრადიციული ნაციონალური მოძრაობის ტრადიციულ ამორჩეველს ვანო მერაბიშვილით აშინებს ვინმე ნიკა? ვანო მერაბიშვილი არის მათი ასე ვთქვათ, ანუ ნაციონალური მოძრაობის ტრადიციული ამორჩევლისთვის ვანო კეზერაშვილი, ადეიშვილი ეს ხალხი ეს თქვენ მიგაჩნიათ. ეს არის ხო და მაგიტომ გეუბნებით. ბათუმის შენებლობის გამო ხო არ წაგვიგია ხო არჩევნები 2012 წელს. ხომ არ წაგვიგია ბაპატიო დამას. ხალხმა ვინც არ მოგცა ხმა ის ხომ ტრადიციული ამორჩეველი არ არის ნაციონალური. აი აქ უშვებთ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტექსტი 2003-ში რაც იყო 2023-ში ხო ვერ უნდა გადმოიტანო, რა მნიშვნელობა? კი ბატონო, შეცდომების ყვალდაკვალ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა და გააკეთეს, ხო? თუნდაც იმ ადამიანებმა, რომლებიც გვარით ჩამოთვალეთ. მაგრამ ახლა ამ საზოგადოებაში ცხოვრობენ, მეზობლები ყავთ, ნათესავები ყავთ, ოჯახის წევრები ყავთ. აბა გულზე ხელი დაიდოს და თქვას, ეხა ნებისმიერ ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველმა რომ პარტიაში სადაც უკვე ჩამოყალიბდა აღქმა, რომ ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის კი არა პირველ რიგში, ხო? არა კეზერაშვილი, მერაბიშვილის, რა წარმატება შეიძლება გქონდეს. მე გეუბნებით, აქტიურად ვარ მეთქი ველზე გასული. და ხედავ იმას, რასაც გრძნობდი მანამდე. და ახლა აქტიურდა ნიკა, ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი, როგორც შენ ამბობ, ინსტრუმენტალიზაცია კიდევ უფრო აქტიური იქნება საარჩევნო წელი როცა დაიწყება, მაგალითად პრემიერობის კანდიდატად შემოთავაზებით და ასე შემდეგ. ანუ აი ყვარლის სახლში არ გენიშნა? არ ვიცი, მე საერთოდ ვერ ვიგებ რასაკეთებს რიგი ასე მენეჯმენტი წარმომადგენელი, თლიანად არასისტემურად მუშაობენ. მართლა არ მესმის. და ფუნდამენტურად არ მესმის, იმიტომ რომ ერთ საუბრობდნენ და მეორეს მოქმედებდნენ. ახლა არ ვიცი მომავალი გვაჩვენებს და ზოგადად ჯერა რომ სანამ და ეს აუცილებლად მოხდება ქართულ პოლიტიკაში, აი ეს ფარისევლობის და ლიქნელობის ხარისხი თუ ბოლომდე არ აღმოიხრება, მნიშვნელოვნად მაინც არ შემცირდება. სანამ აი ეს სიყალბე და ტყვილი არ შემცირდება, უკეთეს შემთხვევაში ვიდგებით იქ, მათ შორის ოპოზიციაშიც. არა, როდესაც ქართულ პოლიტიკაზე ვსაუბრობ, მათ შორის ოპოზიციაში პოლიტიკა შედგება ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან, ხო? მინიმუმ უკეთეს შემთხვევაში ვიდგებით იქ, სადაც ვარ და იქ დგომა და სტატუს-კვო შედარჩუნება არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ სურს. აი ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს პროცესი ეს არის რაღაც ადამიანები, ხატია დეკანოიძე, რომან გოცირძე პარლამენტში არის ის ზოგადი, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფს რომელთანაც გექნებათ სამოქალაქო. ბევრ ადამიანს გაჩენია ამბიცია პოლიტიკური პარტიის შექმნისა. ბევრ ადამიანს და გაუჩნდება მომავალში. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს ამბიცია გაშენიათ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მე მაგალითად ზოგადად პარტიას და აკი ვახსენე ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას, ეხლა ამ 11 წელი აქ ვარ, ხო? უყურებ როგორც ინსტრუმენტს, რომ ახედვაც გაქვს, ის ხედვა განახორციელო და იმ პრინციპებს ემსახურებოდე. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ასე არ ფიქრობდა წლების განმავლობაში და შედეგად რავს ხედავდით? ორი ლიდერი გაერთიანდებოდა, ან სამი ლიდერი გაერთიანდებოდა, ესენი დარჩებოდნენ, ხალხი შემოეშრებოდათ. იმიტომ რომ არც პრინციპებზე, არც ღირებულებებზე და არც რაიმე იდეის გარშემო ხდებოდა გაერთიანება. რაც შეეხება ხატია და რომელზეც ბუნებრივია ისინი პარლამენტში არიან, აქტიური წევრები არიან პარლამენტის, ხა მათ აინტერესებს პოლიტიკა, მე მათგან განსხვავებით ვარ იქ სადაც ვარ და მე სულ სხვა პასუხისმგებლობა მაქვს, ვიდრე ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონია ამ პარტიის აქტიური, არ ვიცი, ხო, მებრძოლი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ პირდაპირ გეუბნებით და არა იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ, რომ ვიღაცამ ჩაანაცვლოს ბიძინა იმანიშვილი. არიან დღეს ქართულ პოლიტიკაში მათ შორის
ოპოზიციაში ადამიანები, რომელსაც ცვლილება კი არ უნდათ, ჩანაცვლება უნდათ და მე მინდა ცვლილება. თანამოაზრეებს უნდათ ცვლილება. ვიღაცას მანდატი პარლამენტში უნდა, რომ სამსართულიან სახლს მე მეოთხე სართული დააშენოს. მე ეს არ მაინტერესებს, დიანა დავასრულებ. ამ ეს თქვა ბევრს გასრულებინებ, მეც მინდა კითხო, კი ბატონო, ამ პარტიით, ამ შემადგენლობით, ამ ხელმძღვანელობით. ეხლა ჯერჯერობით ჩანს, რომ ეხლა ეს ხელმძღვანელობა არსად არ მიდის. ყავს ეს ხელმძღვანელობა. თქვენ ვერ ხედავთ, რომ ისინი შეძლებენ ხელისუფლების ჩანაცვლებას. თქვენ ამბობთ. მე ვფიქრობ და ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი, მე რას ვფიქრობ. იმათ ვფიქრობ, მე რას ვფიქრობ. პოლიტიკური ლიდერობა პარტიული თანამდებობა ვახსენე, ხა თუ რამე კვეთა აქვს ერთ ნაწილში, ხალხთან უნდა იყოს ძალიან ახლოს, ხო? არაფერში მე ხელს არ მიშლის, რომ პარტიულ თანამდებობა არ მაქვს, ხა პირიქით, ბევრად უფრო მოქნილი ვარ. და პოლიტიკური ლიდერობა არ არის, რომ ფურცელზე ეწეროს, რომ იკავებს რაღაცა ერთიან ნაციონალ-მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს. ვიღაცისთვის გაურკვეველი, აი მაყურებელი იყურებ, ეს ნიკამელია, კაცო, რომელი პარტიის წევრია, მის ხელმძღვანელს რომ ასე აკრიტიკებს, გასაგებია ეს. ვინ არის ხელმძღვანელი? არ ვიცი, ლევან ხაბეიშვილი. მე არა ვარ. არა, მაპატიეთ, ეხლა პარტიის თავმჯდომარე ვიყავი და თვეების განმავლობაში თქვენ გადაცემებში დადიოდნენ და ეხლა საუბრობდნენ იმას, არ დამესიზრებოდა, ხო და არ დამესიზრება. და მე არა ვარ მენეჯმენტის წევრი, მე ვარ პოლიტიკოსი და მე რო ვიყო ან სამდივნოს წევრი, ან პოლიტიკის სხვა საკითხია. და მე ამოდივარ ქართული ხალხის ინტერესიდან და მგონია და მჯერა და ეს არის ჩემი მთავარი ერთ-ერთი პრინციპი, რომ სანამ ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის ოპოზიციაში, მთლიანად პოლიტიკოსები არ ასახავენ ქართული ხალხის ინტერესსა და საჭიროებებს და მანამ სანამ არც თუ ისე ცოტა ადამიანი პოლიტიკაში, მათ შორის პარლამენტში არიან ფოკუსირებულნი და ორიენტირებულნი პერსონალურ, მერკანტილურ რაღაც საჭიროებებზე, ხომ? მონსტრთან, უკეთეს შემთხვევაში ისიც, მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს მსგავსებით და არაფერი არ შეიცვლება. ეს ხომ ნათელია ჩემთვის. გაჩნდა. ეწავალო ზურგში ჩამარტყა, განასოდა. ზოგადად მგონია, რომ ქართული თუ კი რამე ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს, რომელიც აღარიბებს ატყუებებს შენს თანამებრძოლს და არა შენ რა მნიშვნელობა სამართლის გარეშე, სამართლიანობის რაღაცა ცნება აღარ არსებობს, ხო? ზოგადად ეს ყველაფერი რომ ხდება, ეხლა პლატფორმა პოლიტიკოსისთვის ყოველთვის მოიძებნება. მე მაქვს ეხლა ის არეალი სამოქმედო და მოქმედებ ისე როგორც მიმაჩნია მნიშვნელოვნად. და მომავალი გვაჩვენებს რა იქნება საჭირო. გაგრიცხონ პარტიიდან. ხო და ნახეთ რა არ გვესმის დიანა, რა არ გვესმის. ნიკა, მე ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავდები. ჩემი ხელწერა მაქვს. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ხშირად იყოს ტელეეთერებში, კაბინეტში, ხა ჩემთვის ამ 11 წლის განმავლობაში თუ რამე ყოფილა დამახასიათებელი, ხელწერა იყო სულ ქუჩა, სოფელი, რაიონი და სხვადასხვა ფორმატები შეხვედრის. და საუკეთესო შესაძლებლობაა გაიგო, რას ფიქრობს ხალხი და ეხა თუ თქვენ არ მაძლევთ იმის უფლებას, რომ ვისაუბრო როგორც პოლიტიკოსმა ის რაც მიმაჩნია, რომ უნდა ვისაუბრო, მაშინ მე არა ვარ თავისუფალი. ყოველთვის არა, თქვენ არა ზოგადად ვამბობ. ამიტომ მე არა მაქვს არანაირი შეზღუდვა. თქვენ გონიათ ამაზე მეტი საუბრის შესაძლებლობა არა მაქვს, არ საუბრობ. იმიტომ რომ პასუხი არ მივიღე, ხვალ არ მიხვალთ ვივამედის ეს. იცით და მე გაუგებარია უბრალოდ ასაკეთებ. ეს იყო დაკვეთა? ის მაინც თქვან რომ შევწდით, დავხლიჩეთ, დავფლითეთ, დეზორიენტაცია შემოვიდეთ პარტიაში, აბსოლუტურად უსარგებლოდ. და ეხლა საბჭოებამ შეება უბრალოდ აი რაღაცის მოსანიშნად, ოღონდ აქტივობაში ჩაერთვათ აკეთებენ ამას. იმის მაგივრად რომ იყვნენ ყოველ შემთხვევაში ეცადონ მაინც გაერთიანებას. ყველა დონეზე არის ეს გახლიჩება. არ მიხვალთ ხვალ აქცია. რას ემსახურება ეს აქცია ვიმადები მიხეილ სააკაშვილის და პარლამენტის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია რომ იყო გვარამიას გასაგებია იქ იყო პრეზიდენტი გასაგებია გასაგებია და მაგრამ რომ იქ გასაგებია რა თქმა უნდა იმიტომ რომ მიხვედი კონკრეტული პროტესტის გამოსათქმელად ზურაბიშვილთან ხო აქ ვერ იგებთ რა უნდა მე მგონია რომ ნუ არ არის მართებული ისაც აკეთებენ ბევრი მიზეზი გამო და არ მასწავლია. სააკაშვილმა ხომ არ მოითხოვა. მისი ბოლო გზავნილებით ეშტაბეჭილება დაგჭატნიკა? ბატონო? სააკაშვილის ბოლო გზავნილებით ეშტაბეჭილება დაგჭატნიკა? მე ვიცი ის, რაც აქამდე ხდებოდა. რომ? ნიშნულობა არ აქვს, ვინ მოითხოვდა, არაგონივრულია, ეხა ის რაც კეთდება ხვალ.
არ არის გონივრული, უბრალოდ ეს არ ჭირდება მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს ჭირდება, როგორც ამბობდნენ, თავად უწყვეტი აქციები, ხო საუბრობდნენ, რასაც არ აკეთებდა დაუშვათ წინა თავმჯდომარე, ხო? ხო, ამ შემთხვევაში. თუ შედეგზე გვინდა ორიენტირებულნი ვიყოთ, ხო, და ეხლა თუ ეხლა მაინც გვინდა ეხლა პროვოკაციაზე წამოგვაგოს ქართულმა ოცნებამ და ეხლა ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ ეხლა მიხეილ სააკაშვილი ვივამეთში კი რა ციხიდან ყავდეს დასახსნელი, ეხლა თუ ეს ვიღაცას ეს ინტერესი აქვს, ჩადებული არ ვიცი. ამიტომ არაგონივრულად მიმაჩნია მეთქი, მე მგონი სწორად გამოვთქვი ჩემი სათქმელი. კი ბატონო, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო სხვათა შორის დისკუსია, ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში და ამ ეთერში სხვა გადაცემაში თაკო ჩარკვიანი მაგალითად მე მასმენინებდა თქვენს კომენტარს, რომელიც მეც მახსოვს პრინციპში, მის ადგილას უკვე საქართველოში ვიქნებოდი, გაქვთ ასეთი ფრაზა ნათქვამი, აი რაღაც თითქოს თქვენს გაქვთ ეს პასუხი. წინა გადაცემაშიც ვკითხეთ, თქვენ უბრალოდ არ გახსოვთ. მართლა? იგივე კითხვა ვკითხეთ. თელი კამპანია თაკო ჩარკვიანი ახლა ხანს იყო ნიკა ჩემი სტუმარი მასმერე არ ყოფილა შეიძლება. თელი კამპანია იყო წინა საარჩევნო კამპანია, რომ მელიას არ უნდა ჩამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი. თელი კამპანია იყო გაჩაღებული. და დიახაც ხედავდი საფრთხეებს და ხედავდი ბევრისგან განსხვავებით, რომლებიც ეძახდნენ ჩამოდი. ძალიან ბევრისგან განსხვავებით. და როდესაც ეს კამპანია უკვე გააცდა ყველა დასაშვებ, ასე ვთქვათ, ფარგლებსაც ჟურნალისტმა ერთ-ერთ სამთავრობო არხზე კითხა, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ? მართლაც წინააღმდეგი ხართ, რომ ჩამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი და იქ იყო ეს პასუხი გაცემული. ნიშნად იმისა, რომ არაფერ წინააღმდეგი არა, თუ ადამიანის ნება ეს იქნებოდა და მთელი კამპანია გააჩაღეს. მაშინ, როდესაც რეფერენდუმი იყო, თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი ვიყავი, იმის მაგალითად, რომ გვერდში დამდგომოდნენ ძალიან ბევრი ადამიანი. მთელი კამპანია იმას დაუთმეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა და ოპოზიციას რო გაემარჯვებია და რეფერენდუმში რო გამარჯვება ოპოზიციის მხარეს დარჩენილიყო, არც მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა ციხეში და არც ნიკა გვარამია იჯდებოდა ციხეში. და ნიკა გვარამიაზეც მინდა ორი სიტყვა თქვა. ამორალურობა ისაც თვალყურს ვადევნე ბოლო დღეების განმავლობაში, როცა აჯიბრებენ პოლიტპატიმრებს. ეს არავის არ დაუკვეთია ჩვენთვის. რომ პასუხი გავცეთ ვინმეს, ვინ უფრო ჩვენთვის პოლიტიკური პატიმარია. და შეურაცხყოფას აყენებენ, არა პერსონალურად. ხდება ჩანაცვლება, ეჩვენება რომ გვარამიას ნიკა გვარამიას გათავისუფლება და თავისუფლება საერთო ბრძოლას, რომ ენერგიას შემატებს, ამაში ბევრი ადამიანი დარწმუნებული. მათ შორის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და თავად გუბასანიკიძეც ნახავ მიხსენეთ, ერთად ალბათ დარწმუნებულია ამაში, ხო? და ეს ყველაფერი პირველ რიგში პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს წაადგება. ნიკა გვარამია იმიტომ ციხეში, რომ მისი ზოგჯერ ძალიან ხისტი, მაგრამ ძალიან მართალი ამავე დროს სიტყვა იყო მტკივნეული ბიძინა ივანიშვილისთვის და ამიტომ არის ტყვეობაში. და დღეს რასაც თვალყურს ვადევნებ, ეს არ არის მისაღები. აი აქაც ჩანს მიუღებლობა, აი ეს იზრდება პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მიუღებლობა და არა მიუღებლობა. როდესაც შენ შეგიძლია შენი ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე ორ დღეში ჩადო საფლავში და გადაუარო და გადატკეპნო ადამიანი, რომელიც ზის ციხეში. და ამას უყურებს გარე საზოგადოება, რომელიც ხან გაძებდა ხმას და ხან არ გაძებდა და ამბობს, რომ აქ არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა თავი იზნოს კომფორტულად. და მიმაჩნია, რომ ამ უხერხულობისგან ჩვენ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ვათავისუფლებდით და რატო ხდება, იცით დიანა, ის რაც ხდება დღეს? რატო არ არის სისტემური მოქმედება პარტიაში ახლა და ვერ იქნება? იმიტომ რომ ახლა როცა პარტია ან ნებისმიერი ორგანიზაცია განსაკუთრებით ქვეყნის გარეგან იმართება, ხო? ადეკვატური აღქმა რეალობის არ არსებობს. რა არის გამოსავალი ამ ვითარებაში? რა არის გამოსავალი? რა არის გამოსავალი, ხო? ეზერაშვილი მართავს. ბევრჯერ მითქვია დიანა, ხო მიცით ეს? იმიტომ რომ ვანო ხომ არის ადგილზე. ბევრჯერ მითქვას და პატივია ამ ადამიანებისთვის, ჩემი ხედავ, ბევრჯერ მითქვამს. ხო, მაგრამ ვანო თქო ხომ არის ადგილზე. რა არის გამოსავალი? ადგილზე სად გინახავთ? ხალხში აქციაზე გინახავთ? გამზირზე გამოვლილი გინახავთ? სად გინახავთ ხალხში? სად ოდესმე გინახავთ? აი მითხარით გინახავთ? თუ შეიძლება არაადეკვატური, რა თქმა უნდა, როდესაც არაადეკვატური არის აღქმა რეალობის, არაადეკვატურია ნაბიჯები. რა არის გამოსავალი? ჩემის ღმერთწმენით გამოსავალი არის მეტი კონკრეტიკის შემოტანა, რეალობის ადეკვატური აღქმა, ყველაფისთვის და ყველასთვის საკუთარი სახელის დარქმევა,
გადამწყვეტი ბრძოლის წინ განსაკუთრებით, ხო? წარსულს უნდა დავარქვათ წარსული, აწყო, მომავალს მომავალი. და ეს ყველაფერი თუნდაც შეიძლება მე მიდგომებს გულისხმობ დიანა და ეს ყველაფერი თქვენ მელაპარაკებოდით რომ ნაციონალური მოძრაობას აი პარტია ახალი მენეჯმენტის პირობებში დასუსტა გაძლიერდა ეს ხო ცალკე წუხილია ჩემის და ბევრი ადამიანის და კიდევ უფრო წუხილი ის არის რომ ქართული ოცნება აი ამ მიდგომებით ძლიერდება ეს არის ძალიან სულ იმიტომ ჩანჩქერი დავასხით ბოლო თვეების განმავლობაში და ეს არის პრობლემა და აქ მაგ ეჭვი სერიოზული რომ ეს ყველაფერი შემთხვევით შეიძლება არც მომხდარა და ამას მომავალი გაარკვევს რა მოხდა როგორ მოხდა მაგრამ რაც ხდება კოორდინაციით ხელისუფლება ხელებს იფშნეტდა და რო სიამოვნებდა ხელისუფლება რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ცდილობდა პარტიის დაშლას დეზინტეგრაციას არ ვიცი საერთოდ რეგისტრაციიდან მოხსნა და არ ვიცი რადარებიდან არც ხო გახსოვთ მაშინ განსაკუთრებით როდესაც ბევრი ოპოზიციური პარტია არ იყო მახსოვს 2016 წელი იყო მაგრამ კიდევ ერთხელ ვაბობ უნებურად თუ ნებით ამ მომავალი აჩვენებს ერთ რამეში ვარ დარწმუნებული რა როდესაც ჩვენ საუბრობთ ქართული ოცნების ამორჩევლის რაოდენობა უნდა შევამციროთ ხო ქართული ოცნების ამორჩეველთა იცით რა ნაწილი აძლევდა ხმას და ეს პროცენტი მცირდებოდა ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის აი ტრადიციული ძველი ცუდი გაგებით ასე თქვათ გულისხმობ იმ შეცდომებს ცუდი გაგებით როცა ჟელობდნენ ჩვენ შესახებ ქართულ ოცნებას 17% ქართული ოცნების ამორჩევლისთვის რო გეკითხა აი არჩევნებზე რომ მიდიხარ რა გინდა რატო აძლევ ხმას ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილი მოგწონს არა აბა გამოსწვილი გუნდია არა აბა რა რომ არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა 17% ერთადერთი мотиваცია ქონდა და ამ 17%-ს ჩვენ ვამცირებდით მიდგომებით რომელიც მე დიახაც განგებ ეს გზა ავირჩიე და ახლა რა ხდება თუ დაინახეს ის ადამიანები წარსულის ტკივნეული ახი აჩრდილები 17 გახდება 23 24 და თქვენ ხართ საკმაოდ ამბიციური პოლიტიკოსი გინდათ მომავალი გინდათ პოლიტიკაში ყოფნა ხართ ჯერჯერობით ნაციონალურ მოძრაობაში ნაციონალურ მოძრაობას ყავს მართული უკან ვიღაც დგას წინ ვიღაც უდგას ამას არ აქვს მნიშვნელობა ახლა როგორ არ აქვს მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ყავს ხელმძღვანელი და ყავს კიდევ მიხეილ სააკაშვილი მისი ფაქტორი თქვენსკენ იქნება თუ ლევან ხაბეიშვილისკენ არა საერთოდ ეს თემა იქნება თუ არა ყურადღება თელი გადაცემაა და არც ერთხელ არ მიხსენებია ხო გვარი ხაბეიშვილი მეწუნეთ დღე ისე იწყება და სრულდება არ ვახსენებ როგორც ისე გადის მე რო ჩვენც არ მახსენდებ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ზოგადად არა პარტიაში არამედ რიგი ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაციისთვისაც ყველასთვის არ დაშვი მაგრამ პოზიტიურ ფაქტორზე შეიძლება ვისაუბროთ და ნეგატიურ ფაქტორზე რომელზეც ზევით ვისაუბრე იმიტომ რომ ამ პარტიას დღეს თუ ვინმეს გონია თუ ვინმეს გონია მე გეუბნები მე გულწრფელად გეუბნები სიმართლის თქმა პირდაპირ ჩვევია ქუჩაში შეგიძლიათ ვოქსპოპი ჩაატაროთ ამ პარტიის მართველის აღქმა როგორია აღქმა პოლიტიკა ვინ მართავს დღეს პარტია ერთი ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი გეტყვით რომ აი გვარები რომელიც დავასახლე და არ დავასახლე ვიდრე მიხეილ სააკაშვილი დამწყდეული ყველობაში არა სიმართლეა არ არის აქ ნიშნის მოგების დრო და არც მხილების დროა მაგრამ არც დუმილის დროა დიანა იმიტომ რომ ხა მაპატიეთ ეს ქვეყანა მარცხს ვეღარ გადაიტანს ორი განსაკუთრებით აი ბოლო ზღვარი არის 2024 წელი ვერ გადაიტანს და ვიცი რომ საპირწონეთ როდესაც ვიღაცეები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის საპირწონო დაიყენონ რომელსაც ცვლილება კი არ უნდა ჩანაცვლება უნდათ და როგორც ყავდათ მურუსიძე ისევე კარგად ეყოლებათ მურუსიძე და სამართლიანი გარემოება ასე ვთქვათ როგორც ასეთი ცნება მათ არ აინტერესებთ გამოვლენ ადამიანები და იტყვიან იცით რა ეხა ბატონი კეზერაშვილი და მერაბიშვილი რომ აქეთ არიან ეს არ ჯობია ვიდრე იქით იყვნენ მაპატიეთ ეს ორი ადამიანი 2017-ში იქით იყო პარტია როდესაც ერთხელ გაიხლიჩა და დიდი დამსახურებით რომ იქით იყვნენ იმიტომ აღვდექით და დავდექით ფეხზე რომ იყოს ერთი შესაძლებლობა სულ რაღაც 3-4 თვის განმავლობაში აბა ვანო მერაბიშვილმა გამოაცხადოს რომ ქართულ ოცნებას უჭერო მხარს და დაგანახეთ რა მხარდაჭერა დაემატება ნაციონალურ მოძრაობას და რა დააკეთება ქართულ ოცნებას ესე არ არის ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვიცი იმიტომ რომ ჩვენ პროგრამა მქონია არაერთი ძალიან ნორმალური კარგი კვალიფიციური
ეხლა გაყალბების სტანდარტებსაც ვავი რო დავანებოთ. ხო ეხლა იქ იყო უბნები, სადაც ვიგებდით, იყო უბნები, სადაც ძალიან აყალბებდნენ და მაინც აგებდნენ, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილთან საზოგადოებისა არ მიდიოდა ჩვენი გზავნილები. ხო იგივე მიხეილ სააკაშვილა და ვარშავის გეგმა. მართლაც კვალიფიციური იყო, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თორე 20% არც კითხულობდა, იმიტომ რომ იმას აინტერესებდა დიანა, რომ მოხვალ დამჩაგრავ. იმიტომ რომ გამოყოლილი აქვს ეს განცდა და ეს ემოცია. მისთვის მნიშვნელოვანი არის რუსული რეჟიმის დამარცხება. 85% რომ არის დასავლეთის მომხრე, როგორც იდეის და ახლა მცდარად რომ ეს მართლაც ფსევდო პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის დავალებით რომ ცდილობს არჩევანი საზოგადოებას ასე შესთავაზოს ევროპულობა თუ რუსულობა და სინამდვილეში თუ ქართულობა, ხო? ევროპელობა და ქართველობა ერთი და იგივეა. მაგრამ როდესაც შენ ან ხედავენ და გიყურებენ რომ რაღაცა ფარდის უკან იქ ის ადამიანები არიან რომელთა გამო შენ მიხვედი და ქართულ ოცნებას მიეცი ხმა 2012 წელს და დღეს შენი თავის გწვენია ეს როგორ დამემართო 2012 წელს აი ქალბატონ მაგალითად წულუკიანს ხმა როგორ მივეცი მაგრამ გეუბნება იმიტომ მივეცი რომ ეს კონკრეტული ადამიანები მათი სადავებთან იყვნენ და დღეს პარტიას მართავენ არჩევნების შემდეგ ქონდა გარკვეული კომუნიკაცია დღეს მიხეილ სააკაშვილი ადამიანურად მართლაც შევდივარ მიზა ყველაფერი და ყველაფერი არ იმსახურებს იქ უბრალოდ მოვა დრო კომუნიკაცია რასთან დაკავშირებით აი რაღაც მიწერ მოწერი არა ბოლო კი არა მე ვარ უფრო დიანა გეუბნებით რა ნებისმიერი ადამიანი უახლოეს მომავალში დაინახავს და დარწმუნდება ერთ რამეში არა მარტო ნაციონალურ მოძრაობის მაგალითზე რომ პოლიტიკური ლიდერობა და პარტიული თანამდებობა საერთოდ უმნიშვნელოა. კი ბატონო, მადლობა. ეს არის ჩემთვის მადლობა ნიკას. ძალიან არსებითი რომ გამოხატავდე საზოგადოებას და არ ვიმართებოდე ერთი და ორი ადამიანის მიერ. კი ბატონო, ნიკა, წარმატებას გისურვებ და უფრო მეტი ალბათ უფრო რომ ჩამოყალიბდები რა უნდა გააკეთო, უფრო მეც გვეტყვი ხოლმე. მე ვფიქრობ თქვენს და მეც ჩამოყალიბებულები ვართ, რა უნდა გავაკეთოთ, ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება. მადლობა. რომ რა რისკის ქვეშ დავასრულებთ, ვიღაცა ხედავს აისბერგის წვერის სახით უბედურებას ვიღაცა ხედავს თელს აისბერგს სრულ მასშტაბში კატასტროფის სახით რომელიც ამ ქვეყანას შავი ღრუბლებით მოეკუთვნა ცაზე ამიტომ დიდი მადლობა ნიკა ამ რეალობაში ჩვენ გვჭირდება ბევრი და ბევრი ხარდაჭერა და თანამოაზრე და ამიტომ